ეს იყო 1997 წლის 25 დეკემბერი. გამოცდილ მთამსვლელს სახელად ანატოლი ბუხრიევი უმძიმესი და მტანჯველი ასვლა ჰქონდა მსოფლიოს მეათე უმაღლეს მთაზე. ალბათ პირადად მე ესე არ ავირჩევდი შობის დღეს გასატარებლად. მაგრამ იმავე წელს ანატოლი წარმატებით ავიდა ევერესტის მწვერვალზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთაა, მე-13. ესე რომ კიდევ ერთი მწვერვალი მთაზე, რომელიც 3000 ფუტით დაბალია, მისთვის მარტივი უნდა იყოს, ხომ ასეა? კარგი, კიდევ ერთხელ დაფიქრდი. აღმოჩნდა, რომ ამ მთაზე ყოველი 3-დან 1 ადამიანი იღუპება და ანატოლი მალე გაიგებდა რატო. ლეგენდარული მთამსვლელების შემზარავი გაუჩინარებიდან დაწყებული ზვავამდე, რომელმაც ევერესტის ერთ-ერთი უდიდესი გმირი დაფარა, დამთავრებული შემაძრწუნებელი აღმოჩენით. სხეულები, რომლებიც ჯერ კიდევ ერთმანეთზე თოკით იყვნენ მიბმული ყინულის ნაპრალში. ეს არის ანაპურნას, დედამიწაზე ყველაზე მომაკვდინებელი მთის სასტიკი ისტორია. კეთილი იყოს თქვენი მოგზანება ექსტრემში. როდესაც საქმე ყველაზე საშიშ მთას ეხება მსოფლიოში, უმეტეს შემთხვევაში ჩვენი ყურადღება ევერესტისკენ არის მიმართული. საბოლოოდ ასობით ადამიანი დაიღუპა მისი მწვერვალების დაპყრობის მცდელობისას, რომელთაგან ბევრი მთაზე ორიენტირებად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ამის გაფიქრებაც კი მძიმეა, ამ ლეგენდარული მთის მწვერვალზე ასულთაგან საშუალოდ ყოველი 15 ადამიანიდან ერთი იღუპება. თუმცა ევერესტი არც კი არის ყველაზე მომაკვდინებელი მთა მსოფლიოში. თუ ალპინიზმში გარკვეული გამოცდილება გაქვს, შეიძლება გონია, რომ ეს კეორი ან ნანგა პარბატია პაკისტანში. ისევ შეცდები, რადგან ისინი ახლოსაც კი არ არიან ისეთივე მომაკვდინებლები, როგორც ცნობილი ანაპურნა 1, რომელიც ნეპალის ჰიმალაის მთებში მდებარეობს. მაგრამ მიუხედავად მისი მომაკვდინებელი ბუნებისა, ყოველ წელს მთელ მსოფლიოდან უამრავ ალპინისტს იზიდავს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ მის მწვერვალს მიაღწევენ. ანაპურნა 1 მსოფლიოში მე-10 უმაღლესი მთაა, რომლის სიმაღლე დაახლოებით 6545 ფეხით ზღვის დონიდან. მთამსვლელთა საზოგადოება ანაპურნა 1-ის მკვლელ მთას უწოდებს. მორის ჰერცოგმა და ლუი ლაშანალმა პირველად დაიპყრეს იგი 1950 წლის 3 ივნისს. მაგრამ ეს დიდ ფასად დაუჯდა. მათი გაბედული თავგადასავლის დროს მორისმა ხელები დაკარგა მოყინვის გამო, მას შემდეგ რაც ხელთათმანები დაკარგა. ესევე 4 მთამსვლელი ჩავარდა ნაპრალში და იძულებულნი იყვნენ იქ დარჩენილიყვნენ მთელი ღამე, სანამ დახმარება მეორე დილით არ მივიდა. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ეს ცუდია, ერთ მომენტში მორისი აღმოჩნდა თოგზე თავდაყირა დაკიდებული, ტელზე დახვეული მარყუჟით, მას შემდეგ რაც ზვავმა დაარტყა. სასწაულებრივად ყველა გადარჩა და წარმოგვიდგენია, რომ ოდესმე ამაზე შესანიშნავ ფილმს გადაიღებენ. მაგრამ ყველას არ უმართლებს ასე, თუ ამას იღბალს უწოდებთ. მას შემდეგ, რაც მათ ლეგენდარული მწვერვალი დაიპყრეს, ასობითმა ადამიანმა სცადა მათ კვალს გაჰყოლოდნენ და სწორედ აქ იღებს მოვლენები ბნელ და ტრაგიკულ მიმართულებას. იყო 1978 წლის 17 ოქტომბერი. ცნობილი ბრიტანელი მთამსვლელი და მხატვარი ელისონ ჩედვიკი 1978 წელს ამერიკელი ქალების ჰიმალაის ექსპედიციის წევრი იყო ანაპურნაზე. ეს იყო მნიშვნელოვანი და ისტორიული სამთო მისია, რომლის მიზანიც იყო მხოლოდ ქალებისგან შემდგარი გუნდის აყვანა მსოფლიოს ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალზე. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა არლენ ბლუმი, ბიოქიმიკოსი და გამოცდილი მთამსვლელი, რომელმაც სცადა შეექმნა შესაძლებლობა ქალ მთამსვლებისთვის იმ დროს, როცა ისინი ხშირად გამორიცხულნი იყვნენ მსხვილი ექსპედიციებიდან. გუნდი შედგებოდა 10 ქალი მთამსვლელისგან, მათ შორის იყვნენ ვერა კუმარკოვა, აირინ ბიუტსლი, ვერა უოტსონი, პირო კრამარი და შერპები მინგმა სერინგი და ჩივანგ რინჯინგი. ელისონის მოგზაურობა მოულოდნელად და საშინლად შეიცვალა მიმართულება, როდესაც მასთან რადიოკავშირი გაწვა და მას შემდეგ აღარავის გაუგონია მისი ხმა. მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში ამ საბედისწერო დღეს? რამდენიმე წლით ადრე 1975 წლის აგვისტოში ელისონმა ისტორია შექმნა, როდესაც ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც დაპყრო გაშერბრომ 3-ის მწვერვალი, რომელიც მდებარეობს სინძიანგის ჩინეთი და გილგიტ-ბალტისტანის პაკისტანის ანის საზღვარზე. იმ დროს, როდესაც ისინი გაშერბრომ 3-ზე ავიდნენ, რომელიც ზღვის დონიდან 26089 ფუტის სიმაღლეზეა, ეს იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი და უფრობელი მთა. რასაც ვამბობთ არის ის, რომ ელისონი საშიში მთების დაპყრობაში ახალბედა არ ყოფილა. ის ფართოდ ითვლებოდა თავისი ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს ქალი მთამსვლელად, მაგრამ ანაპურნა 1-ის მწვერვალზე ასვლა საქმე არ არის, რომელსაც მსუბუქად უნდა მოეკიდო. და იმ წამს, როცა ისეთი მთამსვლელები, როგორიც ელისონია, ანაპურნაზე ფეხს დგამენ, შანსები ნამდვილად მათ წინააღმდეგ იყო. ამ მთაზე ტიპური ასვლა შეიძლება 5 კვირამდე გაგრძელდეს. მათი ხანგრძლივი ექსპედიცია კათმანდუში დაიწყო, სადაც თითო ადამიანზე ნებართვა სულ რაღაც $20 დაუჯდათ. არც ისე ცუდია.
მაგრამ ეს მათი პრობლემებიდან ყველაზე უმნიშვნელო იყო. უფრო მნიშვნელოვანი იყო სწორი აღჭურვილობის ქონა, რომელიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. მათ შორის ყინულის ცულები, კრამპონები, დამაგრებული თოკები, ცივი ამინდის ტანსაცმელი და საკმარისი საკვები და სამედიცინო მარაგი, რომ ექსპედიციის განმავლობაში ყველაფერზე ეხოთ. სწორი მომზადება ხშირად სიცოცხლესა და სიკვდილს შორის განსხვავებაა. და როცა საქმე ანაპურნა 1-ის ეხება, მათ მომზადებული უნდა ყოფილიყვნენ. მას მსოფლიოში ყველაზე საშიშ მთას ტყუილად არ ეძახიან. იქიდან ისინი ფოქერას ქალაქში წავიდნენ, რომელიც ანაპურნას ქედის ქვემოთ მდებარე ხეობაშია განლაგებული. 15 აგვისტოს ისინი ფოხარადან გაემგზავრნენ 12000 ფუნტზე, ანუ 5400 კილოგრამზე მეტი მარაგით, პორტერების გუნდით, 13 ქალითა და 6 შერპათი. ელისონი და ექსპედიციის დანარჩენი წევრები ნელ-ნელა მიიწევდნენ ხეობებში, ადიოდნენ და ჩადიოდნენ ქვის კიბეებზე და ტკბებოდნენ ნეპალის ულამაზესი ხედებით. ბოლოს 12 ხანგრძლივი დღის შემდეგ ისინი მივიდნენ საბაზო ბანაკში, რომელიც ზღვის დონიდან 13549 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობდა. ჰაერი უკვე იშვიათი იყო და ქალებმა მაშინვე დაიწყეს აკლიმატიზაციის შესაბამისი პროცედურების შესრულება, იმ იმედით, რომ თავიდან აიცილებდნენ სიმაღლის მძიმე ავადმყოფობის შედეგებს. საბაზო ბანაკში მისვლისას ელისონი და მთამსვლელები მიესალმნენ ქარში ფრიალებადი ფერადი სალოცავი დროშები და უზარმაზარი აბრა. ეს ხშირად შვების ნიშანია მათთვის, ვინც გადაწყვეტს აქ ფეხით მოვიდეს პოკერადან. მაგრამ ეხლა ზეიმის დრო არ არის. ამის ნაცვლად დროა მოემზადონ იმისთვის, რაც შეიძლება ყველაზე საშიში ასვლა იყოს, რაც კი ოდესმე უცდიათ. აქედან იწყება ნამდვილი საფრთხეები, რადგან ისინი იწყებენ მოძრაობას კარგად დამკვიდრებული სამხრეთ კედლის მარშრუტით. პატარა გადახვევა ამ ქაოსის მატარებელზე. თუ გსურთ მეტი დაუმუშავებელი, დაუმონტაჟებელი ისტორია, რომელსაც აქ ვერ გაჩვენებთ, შემოგვიერთდით ექსტრიმზე Patreon-ზე. შეხვედრამდე ნამდვილი ექსტრიმზე. ელისონმა და მისმა გუნდმა შეეჯახნენ ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას, მოყინვისა და ჰიპოთერმიის რისკს, არაპროგნოზირებად ამინდს, პერიოდულ ზვავებს და სტიქიისა და ამინდის უკიდურეს ზემოქმედებას, როცა ისინი ანაპურნა 1-ის მაღალ ბანაკებში ადიოდნენ. ნებისმიერ მომენტში ამ ფაქტორებიდან რომელიმემ შეიძლება სიკვდილამდე მიიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საფრთხეები სხვა მთებზეც არსებობს მსოფლიოში, ანაპურნა 1-ზე ისინი მნიშვნელოვნად ძლიერდება. ალისონმა და ჯგუფმა გადალახეს ციცაბო რელიეფი, რომელიც წარმოუდგენლად რთული იყო გასავლელად. ისინი გადადიოდნენ ბასრი და დაკბილული კლდის ზედაპირებზე და სქელტინულის ფენებზე. რელიეფი მოიცავს მკვეთრ აღმართებსა და დაღმართებს, რაც საჭიროებს რთულ ტექნიკებს, როგორიცაა წვერით ასვლა და საფეხურების გამოჭრა, ყინულსა და თოვლში გადაადგილებისთვის. დიახ, ეს ნამდვილად არ არის გამოუცდელი მთამსვლელებისთვის ან სუსტი გულის მქონეთათვის. როდესაც ყველა ამ პოტენციურ რისკს ავსებთ ზვავის მაღალი ალბათობით, წარმოუდგენელია, რომ ჯგუფმა საერთოდ სცადოს ასეთი სახიფათო ექსპედიცია. უკვე მოგზაურობით დაღლილებმა, როდესაც ელისონი და გუნდი მეორე ბანაკში მივიდნენ, ცოტა ხანი დასვენებასა და ძალების აღდგენას დაუთმეს, სანამ ასვლის ყველაზე სახიფათო ნაწილს შეეჭიდებოდნენ. მესამე ბანაკში მისასვლელად მათ უნდა გადაელახათ ნერვების მომშლელი, 9800 ფუტის სიმაღლის ვერტიკალური კლდის კედელი, სადაც მოულოდნელი ყინულის ჩამონგრევებები, ღრმა ნაპრალები და ციცაბო ფერდობები იყო. ყველაფერი ეს, სხეულისა და გონების ჩვეულებრივ მოთხრობ მოთხოვნებთან ერთად, რაც ასეთ უზარმაზარ მწვერვალზე ასვლას ახლავს, ქმნის ასვლას, რომელიც მსოფლიოში არაფერს გავს. წარმოიდგინე ეს. ელისონის სხეული უკვე ტკივილებით იყო სავსე და სტკივოდა რამდენიმე დღის ინტენსიური ცოცვის შემდეგ. ის ბანაკში მაშინ გაიღვიძა, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა. მისი აღჭურვილობა ჯერ კიდევ ოდნავ სველია, ხოლო ტემპერატურა უკვე თითქმის -20 ფარენჰაიტს აღწევს. მან ჩაალაგა თავისი ნივთები და საჭირო აღჭურვილობა, სანამ სრიალა მყინვარზე გადაცოცვას დაიწყებდა. ყოველი ნაბიჯი ფრთილად უნდა იყოს გათვლილი. ერთი არასწორი მოძრაობა და მყინვარის არამდგრადი ფენები შეიძლება მოულოდნელად ჩამოიშალოს, რაც მას ღრმა ნაპრალში ჩააგდებს. ისინი საკმარისად იღბლიანები აღმოჩნდნენ, რომ ეს ნაღმიანი ველი დაზიანების გარეშე გადაელახათ, მაგრამ ახლა მათ გაცილებით უფრო საშიში გამოწვევა ელოდათ, რადგან ისინი 55 გრადუსიანი საშუალო დახრილობის ციცაბო კედელთან მივიდნენ. მაგრამ ამის გვერდისავლად შეუძლებელია. მათ უნდა აესვათ ზევით. როდესაც შერპები იწყებენ აღჭურვილობის ორგანიზებას, შესაძლოა ალისონს შფოთვა ეუფლება. აქ მას მოუწევს გამოიყენოს არა მხოლოდ თავისი ტექნიკური უნარები, არამედ ფრთხილი მიდგომაც, რადგან ნებისმიერ წუთში შეიძლება მთიდან დამანგრეველი ზვავი წამოვიდეს. ფიქსირებული თოკების გამოყენებით ჯგუფმა დაიწყო აღმართზე გაშიშვლებულ კლდეზე ასვლა. ტემპერატურის მკვეთრი ვარდა და ქარი მნიშვნელოვნად ამცირებს თქვენს მორალს. მთელი ამ დროის განმავლობაში ზემოდან კლდის ჩამოვარდნის შესაძლებლობა ყველა მონაწილეს მუდმივ დაკვირვებას სთხოვს. ნებისმიერ მომენტში ამინდი შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს და მთამსვლელები მზად უნდა იყვნენ ძლიერი ქარისა და თოვლისთვისაც კი.
საკუთარი წარმოუდგენლად რთული მონაკვეთის გავლის შემდეგ გუნდი მივიდა მესამე ბანაკში, რომელიც ზღვის დონიდან 21,325 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობს. ისინი ალბათ სიხარუნითა და შვებით არიან ახსავსე. აქედან ისინი მწვერვალისკენ გააგრძელებენ გზას. ეს შეიძლება მარტივად ჟღერდეს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. 15 ოქტომბერს ექსპედიციის 3 წევრი, ვერა, ირინე და პირო, შეარჩიეს პირველი მწვერვალის დაპყრობის მცდელობისთვის. მაგრამ მათ დარჩენილი ყველა ენერგიის წვეთი დასჭირდებოდათ. ქალებმა ანაპურნას მაღალი მწვერვალისკენ სვლა დაიწყეს. როდესაც ისინი ასე იქცეოდნენ, პინულიანი ქარი მათ ტანსაცმელზე ეჯახებოდა, როცა ნელა მიიწევდნენ ვიწრო და ღია ქედზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თოკებით იყვნენ დაკავშირებულნი, თითოეული ქალის ერთი არასწორი ნაბიჯი ყველა საფრთხეში ჩააგდებდა. ჰოველი ნაბიჯი წინ ფრთხილად იყო გათვლილი, ხოლო თხელი ჰაერი სუნთქვას წარმოუდგენლად ართულებდა, თუნდაც დამატებითი ჟანგბადის გამოყენებისას. პირო, ვერა და ირინე ჰიპოთერმიასთან, გამაკრუებელ ქარებთან და არამდგრადობასთან იბრძოდნენ. მდგრადი რელიეფი და თუნდაც მძიმე თოვლი და საბოლოოდ ექსპედიციის დაწყებიდან ერთ თვეში ანაპურნა ერთის მწვერვალზე მიაღწიეს. როდესაც მწვერვალზე იდგნენ, ალბათ თავი მსოფლიოს მწვერვალზე ეგონათ. ისინი ცოტა ხნით შეჩერდნენ, რომ შუადღის შუგზე თვალწარმტაცი ხედებით დამტკბარიყვნენ და გააცნობიერეს, რომ ისტორია შექმნეს. ვერა და აირინი პირველი ამერიკელები გახდნენ, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ეს მთა. როდესაც ცივი ქარი გადაევლო მთელ პეიზას, მათ ფრთხილად დააფინეს რამდენიმე ფერადი დროშა, რითაც დაამტკიცეს თავიანთი მიღწევა. ერთ-ერთ დროშაზე მათ შემდეგი სლოგანი დაწერეს: ქალის ადგილი მწვერვალზეა. მას შემდეგ, რაც ისინი ავფრთოვანებულები დატკბნენ თვალწარმტაცი ხედებით, დროიო დაბრუნებულიყვნენ რეალობაში და ახალ საფრთხეებს შეხვედროდნენ. ეხლა როგორც შეიძლება იცოდეთ, დაშვება ხშირად ბევრად უფრო სახიფათოდ ითვლება. ამ ეტაპზე ქალები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ადგილას იმყოფებოდნენ. უკვე ამოსვლისგან დაღლილებმა მთამსვლელებმა ახლა უნდა მოიკრიბონ ძალები და დარჩენილი ენერგია გამოიყენონ იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩამოვიდნენ მთიდან. მთაზე გატარებული კვირების შემდეგ დაღლილობა იჩენს თავს, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ესეთ მომენტებში მცირე შეცდომებს შეიძლება სერიოზული შედეგები მოხვდეს, მაგრამ საბედნიეროდ სამი ქალი უსაფრთხოდ და უვნებლად დაბრუნდა ბანაკში. უმეტეს ექსპედიციებს ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაეთვლებოდათ და დაიწყებდნენ მთიდან საბოლოო ჩამოსვლას, რომ დაბრუნებულიყვნენ თანამედროვე საზოგადოების კომფორტში და თავიანთ ოჯახებთან, მაგრამ არა ელისონი. მას მეტი უნდოდა. და ექსპედიციის ლიდერი არლი ბლუმი მზად იყო ეს სურვილი აესრულებინა მისთვის. მან წამოაყენა წინადადება, რომ მეორედ მწვერვალზე ასვლაც შესაძლებელი იყო, რაც სხვა ალპინისტებსაც მისცემდა შანსს მიეღწიათ მწვერვალზე. ამჯერად ელისონი უხელმძღვანელებდა ექსპედიციას, რომელიც ცდილობდა სხვა, აქამდე აუღებელ მწვერვალზე ასვლას. 26,414 foot tall ცენტრალურ მწვერვალზე. საწყისი გეგმა იყო ელისონის, ვერას და კიდევ რამდენიმე მთამსვლის გაგზავნა მწვერვალზე, მაგრამ პირველი მწვერვალის სიმკაცრემ ბევრი იმდენად დაავალა, რომ მეორედ სტაზე ფიქრიც კი აღარ შეეძლოთ. ამასობაში შერპები, ჩავანგი და მინგმა მძიმე მოყინულობა დაემართათ მას შემდეგ, რაც ექსპედიციას ანაპურნას მწვერვალზე ასვლაში დაეხმარნენ. საბოლოოდ ელისონი და ვერა მეორედ მწვერვალზე ასვლას მარტო შერპა მეგზირების გარეშე შეეცადნენ. მისი სახლის სიმშვიდიდან შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს გიჟური გადაწყვეტილება იყო. უკვე ალბათ სიცივითა და სიმაღლის ავადმყოფობის მსუბუქი ფორმით შეწუხებულები ელისონი და ვერა ქალთა მთამსვლელობის პიონერები იყვნენ. ორივეს დაუპყრია მსოფლიოს ყველაზე საშიში მთები და მათ თავიანთი ცხოვრება ამ საქმეს მიუძღვნეს. მათ იცოდნენ რისკები, იცოდნენ მარშრუტი და რაც მთავარია, იცოდნენ რომ ჰქონდათ საჭირო უნარები მეორედ მწვერვალზე ასასვლელად. ასე რომ 1978 წლის 17 ოქტომბრის დილის საათებში ბანაკის 3-დან გამოსულმა ალისონმა და ვერამ თავიანთ ბედს შეეგებნენ. წვილი კიდევ ერთხელ შეეჯახა გამყინავ ქარებსა და არაპროგნოზირებად ამინდს, როცა ნელა ადიოდნენ ანაპურნაზე მეორედ. მაგრამ ამჯერად ისინი სრულიად მარტო იყვნენ. მხოლოდ რადიო ჰქონდათ, რომ ქვემოთ სამყაროსთან დაკავშირებოდნენ. ჩანს, რომ თამსვლელები წინ მიიწევდნენ და მეოთხე ბანაკამდე მისაღწევად სწორ გზაზე იყვნენ. არლინ ქალებთან დათქვა, რომ იმ საღამოს რადიოთი კავშირზე გასულიყვნენ, მაგრამ როცა მზე მთებზე ჩაესვენა და ბნელმა გზა დაფარა, რადიო დუმდა. სხვა მთამსვლელებს ბანაკში შფოთვა დაეცვოთ, მაგრამ გადაწყვიტეს დილამდე დაეცადათ. მზე ანაპურნაზე ამოვიდა, მაგრამ რადიო კავშირი ისევ არ იყო. ეხლა არლი და ექსპედიციის დანარჩენი წევრები ყველაზე ცუდისთვის უნდა მომზადებულიყვნენ. ქალების პოვნის იმედით არლიმ შერპებს, მინგმას და ლაკპას თხოვა, რომ მათ ეძებნათ, მაგრამ ორივე ჯერ კიდევ მოყინულობისგან და გადაღლილობისგან იტანჯებოდა. საბოლოოდ მესამე დღეს, როცა კავშირი არ ჰქონდათ, ისინი დათანხმდნენ მთაზე ასვლას და ელისონისა და ვერას ძებნას.
ქალების საძებნელად წასვლის გადაწყვეტინებაზე საუბრისას ლაკბამ თქვა: მე და მაიმა ბევრ დროს ვატარებდით ქალებთან ერთად და კარგად გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ქარი იყო და გზა ძალიან ცუდი იყო. შეიძლება ჩვენი წასვლის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი დანაშაულის გრძნობა იყო. როდესაც ისინი მამაცურად ადიოდნენ მთაზე კიდევ ერთხელ, შერპები გზას გულდასმით ამოწმებდნენ იმ იმედით, რომ ორ ქალს იპოვიდნენ. მიუხედავად მძიმე პირობებისა და საკუთარი ტანჯვისა სიცივისგან, ისინი მაინც აგრძელებდნენ გზას. მეოთხე ბანაკიდან სულ ცოტა მანძილზე მათ გულია მაჩუყებელი სურათი დახვდათ. მათგან დაახლოებით 2000 ფუტის დაშორებით ბით ღრმა ნაპრალში მათ დაინახეს ელისონისა და ვერას უსიცოცხლო სხეულები, რომლებიც ჯერ კიდევ ერთმანეთთან იყვნენ თოკით დაკავშირებულნი. ლაკბა ერთ-ერთი შერპა განადგურებული იყო ორი ქალის აღმოჩენით, რომელთაც ექსპედიციის განმავლობაში კარგად იცნობდა. მან მოგვიანებით თქვა: ანაპურნადან ჩემს მეხსიერებაში არაფერი დარჩა გარდა იმ სხეულების დანახვისა. დღემდე მათი სიკვდილის ზუსტი მიზეზი გარკვეულწილად საიდუმლოდ რჩება. პატარა ზვავში მოყვნენ, რამაც ისინი ციცაბო ფერდობზე დააგდო. თუ ეს იყო კლდის ჩამონგრევა, რომელმაც ისინი მთიდან დააგორა. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ამ საბედისწერო დღეს ალპინისტური სამყარო ორ ქალ ლეგენდას დაემშვიდობა. ექსპედიციის დანარჩენმა წევრებმა პატივი მიაგეს ალისონ და ვერას სახელების ბაზის ბანაკთან ახლოს ქრის ზედაპირზე ამოკვეთით. შებინდებისას გრუბლებით დაფარული მწვერვალის ქვემოთ ქალებმა იმღერეს შეიკერების სიმღერა Sea Single Gifts, ხოლო შერბებთან ერთად წარმოთქვეს მანტრა Oh Mani Padme Home. ეს იყო გამომშვიდობება იმ საუკეთესო გზით, როგორც მათ შეეძლოთ. ელესონი და ვერა მხოლოდ ორი ადამიანია იმ მრავალთაგან, ვინც სიცოცხლე დაკარგა მკვლელ მთაზე 1950-იანი წლების პირველი წარმატებული ასვლის შემდეგ. ხედავთ, ანაპურნა მხოლოდ საშიში კი არ არის, თითქმის უსამართლოა. თის მწვერვალზე ასვლის მცდელობისას ყოველი 3 ადამიანიდან ერთი აღარასოდეს დაბრუნდება. დედამიწაზე არც ერთი სხვა მთა არ წარმოადგენს ესეთ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის. მაგრამ თავარი კითხვა ესეთია: რატომ აგრძელებენ მთამსვლელები ყველაფრის რისკის ქვეშ დაყენებას მხოლოდ იმისთვის, რომ მწვერვალზე ავიდნენ? ამის გასაგებად უნდა წარმოვიდგინოთ თავი ისეთ მთამსვლელთა ადგილზე, როგორიცაა ბრიტანელი ალპინისტი ალექს მაკინტაირი. ეს მხოლოდ მთამსვლელობაზე არ არის, ეს არის ფსიქოლოგიური რისკიც, რომელიც მას თან ახლავს. ესეთ ადამიანებისთვის, როგორიცაა ალექსი, ეს არის ის მღელვარება, რომელიც მოდის მაშინ, როცა წარმატებით ადიხარ იმ წერტილზე დედამიწაზე, სადაც ძალიან ცოტა ადამიანი მიაღწევს. დავნებიან მთამსვლელებისთვის მთის მწვერვალზე ასვლა, რომელსაც ყველაზე ელიტარული მთამსვლელებიც კი უფრთხიან, წმინდა გრაალია. 1982 წლის 17 ოქტომბერს ალექსი იყო მცირე ექსპედიციის წევრი ფრანგ ალპინისტ რენე ჟილინისთან ერთად და კიდევ ერთი მთამსვლელთან, რომელმაც ავადმყოფობის გამო ჯგუფი დატოვა. ექსპედიცია გამოირჩეოდა მინიმალური აღჭურვილობის ტყილობის ტაქტიკით, რაც ნიშნავდა, რომ მამაკაცები მინიმალური აღჭურვილობითა და მარაგით მიდიოდნენ, რათა უფრო სწრაფად ასულიყვნენ მწვერვალზე. ეს სტილი მჭიდროდ ასოცირდებოდა ალექსთან, რომელსაც მთამსვლელთა საზოგადოებაში ბევრს პიონერად მიაჩნდა. ის არაერთხელ ახერხებდა პრობლემების თავიდან აცილებას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ უკიდურეს პირობებში მინიმალური აღჭურვილობით იყო. ამ დღეს ალექსმა და რენემ დაძლიეს რთული რელიეფი და ციცაბო ტექნიკური ასვლები და წარმატებით მიაღწიეს ანაპურნა 1-ის მწვერვალს, სადაც მათამდე ძალიან ცოტა ადამიანი იდგა. ჰაერი წარმოუდგენლად გათხელდა, ამიტომ მათ სწრაფად შეათვალიერეს გარემო, სანამ დაშვებას დაიწყებდნენ. საფრთხის შემცველი რელიეფის ფრთხილად გადალახვისა და გამყინავი სიცივის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ ისინი ზღვის დონიდან დაახლოებით 23000 ფუტის სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა მამაკაცებისთვის, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ მოულოდნელი ტრაგედია ახლოს იყო. როდესაც ალექსი ფრთხილად ჩამოდიოდა ციცაბო ფერდობზე და თითოეულ ნაბიჯს ყურადღებით აკვირდებოდა, რენე უკან მიხვებოდა და იგივე საკეთებდა. მოტივირებული, მაგრამ დაღლილი მამაკაცები წინ მიიწევდნენ. შემდეგ მოულოდნელად რენემ ხმამაღალი ბრახუნი გაიგონა და სანამ თვალს დაახამხამებდა, დაინახა როგორ გაუჩინარდა ალექსის სხეული ბილიკიდან და მთის ფერდობზე გადავარდა. პანიკამდე შოკმა მოიცვა ფრანგი მთამსვლელი, რადგან ვერაფერს აკეთებდა გარდა იმისა, რომ ეყურებინა, როგორ ეცემოდა მისი მეგობარი 800 ფუტზე მეც, სანამ უსიცოცხლო სხეული არ შეჩერდა. ალექსი მოულოდნელი კლდის ჩამონგრევის მსხვერპლი გახდა. სამწუხაროდ ზემოდან ჩამოვარდა დიდი ლოდი, რომელიც დაახლოებით 11 ფუნტს იწონიდა და ალექსს თავში დაეცა, რის შედეგადაც კისერი მოთხვდა. შიდა დაზიანება სასიკვდილო აღმოჩნდა და სავარაუდოდ ალექსი უკვე გარდაცვლილი იყო, როცა მისი სხეული ფერდობის ძირში ჩავიდა. ავარიის შემდეგ რენემ შეძლო ალექსის სხეულის პოვნა უფრო დაბალ სიმაღლეზე, სადაც ის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩერდა. მაგრამ უამინდობის გამო, რომელიც ალექსის გარდაცვალების შემდეგ მალევე დაიწყო მთაზე, სამაშველო სამუშაოები გართულდა და მისი სხეულის დაუყოვნებლივ გამოყვანა შეუძლებელი გახდა.
ალექსის ნაადრევი გარდაცვალება მხოლოდ პირადი ტრაგედია არ ყოფილა, არამედ მნიშვნელოვანი დანაკარგიც მთამსვლელთა საზოგადოებისთვის, რომელმაც კიდევ ერთი ალპინისტი დაკარგა ნეპალის მკვლელ მთაზე. ის ცნობილი იყო ახალი სამთო ტექნიკის დანერგვით და იმ სტილის პოპულარიზაციით, რომელიც ალპურ გარემოში სისწრაფესა და ეფექტურობას უსვამდა ხაზს. მისმა ცვლილებმა სამთო ეთიკასა და ტექნიკაში, სპორტში მუდმივი მემკვიდრეობა დატოვა. ანაპურნა ერთმა კიდევ ერთი მსხვერპლი მოითხოვა, მაგრამ ეს შორს იყო ბოლო შემთხვევისგან. რამდენიმე წლის შემდეგ ალექსის შემზარავი სიკვდილისა, ლეგენდარული მთამსვლელი ანატოლი ბუხრევი ცდილობდა გამხდარიყო შემდეგი ადამიანი, რომელიც დაიპყრობდა მკვლელ მთას და გადარჩებოდა, რათა ეს ამბავი მოეღოლო. ანატოლი თავისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი მთიდესი მთამსვლელი იყო. 1985 წლის მაისში მან წარმატებით ევერესტის მწვერვალს ჩრდილოეთ ქედის მარშრუტით მიაღწია დამატებითი ჟანგბადის გარეშე. მომდევნო წელს 1986 წლის 10 მაისს მან ევერესტის სამხრეთ ყოლის მარშრუტით მიაღწია მწვერვალს. ამ წარმატების მიღწევისთანავე ანატოლი მოქმედებაში ჩაერთო. 39 წლის რუსი მთამსვლელი შედარებით უცნობი იყო, სანამ 1986 წლის მაისში ევერესტზე მომხდარი ტრაგიკული ასვლის შემდეგ მედიის ყურადღების ცენტრში ის ცენტრში არ მოექცა. 8 მთამსვლელი დაიღუპა, როდესაც მოულოდნელმა ქარბუქმა მთაზე გადაუარა და ბევრი მწვერვალთან ახლოს გამოკეტა. ანატოლი იმ დროს გიდად მუშაობდა და მოახერხა არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ გადამწყვეტი როლი ითამაშა ქარბუქში მოყოლილი მთამსვლელების გადარჩენაში. ანატოლიმ რამდენიმე დამოუკიდებელი გადარჩენის ოპერაცია ჩაატარა და ქარბუქის დროს 3 მთამსვლელი გადაარჩინა. 1987 წლის დასაწყისში ანატოლი ყაზახეთის ექსპედიციის წევრი იყო, სადაც მან კიდევ ერთხელ შეძლო ევერესტის დაპყრობა ჩრდილოეთ გზით დამატებითი ჟანგბადის გარეშე. მაგრამ წლის ბოლოსთვის ის ანაპურნა 1-ის დაპყრობა შეეცადა, ექსპედიციას, რომელიც მისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევად იქცა. 1987 წლის შობის დღეს ანატოლის შეუერთდნენ სიმონე მორო, იტალიელი მთამსვლელი და დმიტრი სობოლევი, ყაზახეთიდან ოპერატორი. მთამსვლელები ზღვის დონიდან დაახლოებით 18700 ფუტის სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. სანამ დასავლეთის სამყაროში ოჯახები ბუხართან შეკრებილების საჩუქრებს ხსნიდნენ, ამ ავანტიურისტები აქტიურად მიემართებოდნენ მკვლელი მთის მწვერვალისკენ. შუადრისას ანატოლი და სიმონე კულუარში თოკებს სამაგრებდნენ. უეცრად ანაპურნას დასავლეთ კედლის სიმაღლიდან უზარმაზარი გამაგრებული თოვლის ნაგლეჯი, რომელსაც კორნისი ეწოდება, მოწყდა. როცა ზემოთ აიხედეს, შიშმა უნდა მოიცვა მათი გულები, რადგან კორნისი 2600 ფუტიანი კულუარში ზვავად დაეშვა. მაგრამ გაქცევის ადგილი არ ჰქონდათ. მომხდარის მართლაც შემზარავ აღწერაში სიმონემ ასე ახსნა. ყინულისა და ქვის ნატეხები თოვლის ღრუბელში ჩემს თავზე ცვიოდა. აგელვებული, მაგრამ 7 შეგუების მდგომარეობაში ვიყავი და მხოლოდ ანატოლისა და დიმიტრისთვის საფრთხის შეყვირებაზე ვფიქრობდი. მახსოვს, როგორ გააკეთეს სწრაფი გვერდითი მოძრაობა, რომ თოვლის ზვავისგან თავი დაეხციათ. მაშინ, როცა მე ჩავიმუხლე და კედელს მივეყრდენი, შიშველი ხელებით ვეჭიდებოდი ახლად დამაგრებულ თოქს. ახლა ვეღარაფერი დაეხმარებოდათ. რამდენიმე წამში ისინი თოვლის, ყინულისა და მოშვებული კლდეების ზვალმა წაიღო და მთის ფერდობზე გადმოათრი. კაცები უდავოდ ჰაერისთვის ქოშინებდნენ და ცდილობდნენ ნამსხვრევების ზემოთ ამოხვინთვას, მაგრამ ზვავის უზარმაზარი ძალა ძალიან ძლიერი იყო და ისინი ძალადობრივად გაათრიეს. სიმონე დაახლოებით 1600 ფუტით ქვემოთ პირველ ბანაკამდე გადმოათრიეს, რაც ალბათ მარადიულობად მოეჩვენებოდა. ყველაფერი რამდენიმე წუთზე ნაკლებში დასრულდა. საბედნიეროდ ის როგორღაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და დაიწყო თოვლიდან თავის ამოთხრა. ამ საშინელი გამოცდის გახსენებისას სიმონემ თქვა: ერთი წამითაც ვერ შევეწინააღმდეგე ამ მასის მძვინვარებას და სწრაფად დავეცი. ხელებს შორის თოქს ვეჭიდებოდი, რომელიც თითებს თითქმის ძლამდე მიწვავდა და მიჭრიდა. ჰაერში გატყორცნების, სრიალებისა და უკუცემების სერია თითქოს არასდროს დასრულდებოდა. როდესაც ბოლოს ზედაპირზე ამოვიდა, ჯერ კიდევ ნაწილობრივ შოკში იყო. მან ერთი თვალით მხედველობა დაკარგა, ხოლო თოკისგან მიღებულმა ჭრილობებმა ხელებზე ძვლები გამოუჩინა. მისი ტანსაცმელი მთლიანად დაძარღული იყო, ხოლო აღჭურვილობიდან მხოლოდ კრამპონები ჰქონდა დარჩენილი. როცა სიმონე მიმოიხედა, ანატოლისა და დიმიტრის კვალი არსად ჩანდა. მან სასოწარკვეთილი დაუძახა მათ სახელებს, იმ იმედით, რომ მათაც შეძლეს კატასტროფის გადატანა. მაგრამ არავინ გამოეხმაურა. მან 15 წუთის განმავლობაში ბორძიკით იარა ზვავში, თუმცა ვერც ხმა გაიგონა და ვერც თავისი მეკლდეური მეგობრების კვალი დაინახა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ მათი გადარჩენის საუკეთესო შანსი სამაშველო ოპერაციის ორგანიზება იყო. არ იცოდა რა ექნა შემდეგ, მაგრამ ბედი სიმონეს მხარეს იყო, რადგან მან შორიდან შენიშნა კარავი პირველ ბანაკში. აქ მან სუფთა ტანსაცმლის მარაგი იპოვა.
ტანსაცმლის გამოცვლით ძალა გამოეცალა, მაგრამ მაინც დაიწყო 6 საათიანი დაშვება საბაზო ბანაკისკენ. თუმცა ეს ერთი თვალით და ხელების გარეშე უნდა გაეკეთებინა. როდესაც საბოლოოდ მივიდა, მას ნეპალელმა მზარეულმა უმკურნალა. მომდევნო საათებში მან უახერხა სამაშველო ვერტმფრენთან დაკავშირება, რომელმაც 26 დეკემბერს აიყვანა და საავადმყოფოში გადაიყვანა. სიმონე 3 დღის შემდეგ დაბრუნდა, იმ იმედით, რომ თავის მეგობრებს მთაზე ხეთიალში ნახავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ვერტმფრენი იმ ტერიტორიას შემოუპრინდა, სადაც ზვავი ჩამოვარდა, მაგრამ ალექსისა და დიმიტრის კვალი არსად ჩანდა. დღემდე ორივე მამაკაცის ცხედარი ვერ იპოვეს და მათი ტრაგიკული სიკვდილი მხოლოდ 2 შემთხვევაა იმ მრავალიდან, რომლებიც მკვლელი მთის ისტორიაშია აღწერილი. 2022 წელს ანაპურნა 1-ის მწვერვალზე წარმატებით ავიდა დაახლოებით 365 ადამიანი, მაშინ როცა მთა 73 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღესაც კი ის ითვლება მსოფლიოს ყველაზე მომაგდინებელ მთად და ისინი, ვინც მის დიდებული ასვლა მწვერვალზე ასვლას ცდილობენ, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იმოქმედონ. გმადლობთ ყურებისთვის და მომავალ ვიდეოში შევხვდებით. იყავით მამაცები და გაბედულად იცხოვრეთ.